ტვინის ანკეზე წამოგებული მოქალაქეები. საქართველოში ხშირად ტარდება ფასდაკლებები, მაგრამ მითია ეს თუ რეალობა, ამაში გაგვარკვევს მაია მამულაშვილი. მადლობა ლიზა, მოგესალმებით ტელემაყურებლებო ფასდაკლებების სავაჭრო ცენტრებში. რეალობა თუ მარკეტინგული მეთოდი და გაყიდვების სტიმულირების ერთ-ერთი მიმართულება. ეკონომისტები ამბობენ, რომ იყო პერიოდი, როდესაც მაღაზიები, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების ნაწილი 1000%-იან მოგების მარჟაზე მუშაობდა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ 70%-იანი ფასდაკლების შემთხვევაშიც კი კომპანია 300%-იან მოგებაზე გადიოდა. თუმცა ბიზნეს კომპანიებში ამბობენ, რომ მომხმარებელი სათანადო ყურადღებას არ აქცევს მათი სარეკლამო შეთავაზების შინაარს. ისინი ხშირ შემთხვევაში არა 70%-იან, არამედ 70%-მდე ფასდაკლებას აცხადებენ. მომხმარებელს კი ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, რომ ადგილზე მივიდეს, გადაამოწმოს ფასები და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებაც თავად მიიღოს. არეგულირებს თუ არა კანონი საქართველოში ბიზნეს კომპანიების სარეკლამო შეთავაზებების შინაარს, რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს და რა სანქციებია თუ კომპანიას მომხმარებელი შეცდომაში შეხავს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, მანამდე გეტყვით, რომ 205-1925 ჩვენი ტელეფონის ნომერია და თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში დასვათ შეკითხვები, რა საკვირველი ამ თემის გარშემო და თქვენ მიიღებთ კომპეტენტურ პასუხს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა გულბანი არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ასევე მომღერალი ეკა მამალაძე, მოგესალმებით. ეკა აუცილებლად გაგვიზიარებს მე როგორც ვიცი შოპინგის ევროპულ გამოცდილებას და მას ქართულ რეალობას შევადარებ, თუმცა პირველ შეკითხვას მე ბატონ შოთას დავუსვამ, რადგან კანონი ვახსენებ ბატონ შოთა, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სამოქალაქო კოდექსი მეტნაკლებად არეგულირებს გამყიდველსა და მყიდველს შორის ურთიერთობას, ანუ ავალდებულებს გამყიდველს, რომ მცირე, მაგრამ მაინც მიაწოდოს სწორი ინფორმაცია პროდუქტის თუ სერვისის შესახებ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ თქვენი დაკვირვებით, რამდენად ასე ვთქვათ, იცავენ ამ კანონს ბიზნეს კომპანიები? ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ამით საინტერესო თემის გააქტუალურებისთვის. თქვენ სწორად ბრძანეთ, საქართველოში არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობა, მაგრამ როდესაც მივდივართ ასე ვთქვათ, იმ უხერხულობამდე, როდესაც მომხმარებელი თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, ანუ შეატყვეს პროდუქცია, რომელიც არ შეესაბამება ფასს და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში იმდენად უხერხული სიტუაცია იქნება, რომ კანონმდებლობა კი არსებობს, მაგრამ ის იზოლებული არის, რომ მან დამოუკიდებლად აწარმოოს ბრძოლა იმ ასე ვთქვათ, თავისი დარღვეული უფლებების გამო, რასაც პრაქტიკულად შეიძლება აზრი არ ქონდეს, იმიტომ რომ ის სხვაობა რაც პროდუქციის ფასსა და ასე ვთქვათ შეთავაზებულ ფასს შორის არის, შეიძლება იმდენად მარტივი იყოს, რომ აზრი არ ქონდეს გასაჩივრებას. საქმე უფრო რთულად არის, რაზეც ჩემი აზრით უფრო მეტად სიღრმეებში უნდა შევიდეთ, უფრო უნდა დავხვეწოთ ამ მიმართულებით კანონმდებლობა და სხვა კუთხით დავინახოთ პრობლემა. ანუ რაშია ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა? მთავარი პრობლემა მე ვფიქრობ, რომ ანუ მოდი, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ აი თქვენ დასაწყისში ბრძანეთ, რომ მარკეტინგული ხრიკი არის ეს თუ რეალურად ფასდაკლება. მე რა თქმა უნდა არ დაგიწყებთ ახსნას, რომ ეს ნამდვილად მარკეტინგული ხრიკი არის და ეს ბუნებრივია, თავისი ლოგიკური დასაბუთება და ახსნა გააჩნია ამას. ნებისმიერი კომპანიის მთავარი მიზანი არის საკუთარი ღირებულების მაქსიმიზაცია და ბუნებრივია ეს გარკვეულ მარკეტინგულ ცვლილებს მთელი ბიზნესის წარმატება ეფექტურ მარკეტინგულ კამპანიებზე არის დაფუძნებული, ხო? ამაში ვერ შევედავებით მას და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დღეს არ არის განვითარებადი ტიპის ეკონომიკა. ჩვენ ჯერ კიდევ გარდამავალი ეტაპზე ვიმყოფებით, ანუ ამ განვითარების ამ ეტაპზე ჩვენ თუ კიდე ვიფიქრეთ იმაზე, რომ ბიზნესს რაღაც რეგულაციები დაუწესოთ, შევზღუდოთ და ისე ვთქვათ, ისეთი კანონმდებლობაში ისეთი ელემენტები ჩავდოთ, რაც შეზღუდავს მათ ასე ვთქვათ, გაყიდვების გაზრდის სტიმულირებას. ბუნებრივია ეს არ იქნება კარგი. ჩვენ გვინდა ქვეყანაში ბევრი ბიზნესმენი, ბევრი წარმატებული ადამიანი, ბევრი დასაქმებული ადამიანი, რომლებსაც ბევრი შემოსავლები ექნებათ, ხო? მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის ოქროს შუალედი, როდესაც ბიზნესმენები, კომპანიები გაათვითცნობიერებენ იმას, რომ მათი მიერ წარმოებული მარკეტინგული კამპანიები მივა იმ დონეზე, რომ ეს გამოიწვევს მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ესე ვთქვათ, დიდი სხვაობა არის და კომპანია ყოველთვის მოგებული რჩება მომხმარებლის წინაშე, აი ნებისმიერი სფერო რო ავიღოთ, ეს ასეა სამწუხაროდ. ბატონ შოთა, მე გადავხედე სოციალურ ქსელს ფორუმებს და ნახე, რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებლების მხრიდან ისმის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 50 და 70%-იანი ფასდაკლების დროს, როდესაც მიდიან ისინი მაღაზიაში, რა თქმა უნდა, სფეროს ამ შემთხვევაში არ გამოყოფს, ზოგადად მიდიან ფასდაკლების დროს, ამბობენ, რომ ერთი კვირის წინ რა ფასიც იყო, შესაძლოა იყოს იგივე, რიგ შემთხვევაში მომატებული ფასი და აცხადებენ ფასდაკლებას. თქვენი ინფორმაციით თუ ფიქსირდება ასეთი ფაქტები და ამ შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა ეკისრება ერთი მხრივ კომპანიას და მეორე მხრივ მომხმარებელმა რა უნდა გაითვალისწინოს?
მოხმარებელმა უნდა იცოდეს უფრო მეტი ინფორმაცია იმ პროდუქციის შესახებ, რაც რისი შეძენაც მას სურს და ამის საშუალებები ბევრი არსებობს, რომ ინფორმაცია მოიძიო, თუნდაც ინტერნეტი. როდესაც საუბარი არის 75-70%-იან ფასდაკლებაზე, ხო, აი აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რაც რაშიც თავისუფლები არიან ბიზნესმენები. ხო, აი მე მაგალითად ამ ჭიქას ავიღებ და ვიტყვი, რომ ეს არის აი აწერია მაგალითად რომელიმე ცნობილი ბრენდის სახელწოდება, ხო, ვიტყვი, რომ ეს ღირს 200 ლარი, მაგრამ დღეს არის ექსკლუზიური შემთხვევა და შენ გეძლევა შესაძლებლობა, რომ შემოგთავაზო და გაძლე 50 ლარად. აუცილებლად უნდა გამოიყენო ეს ჩანსი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ცნობილი ბრენდის, ხო და როდესაც მოხმარებელს გააჩნია ნაკლები ინფორმაცია, მაგრამ ამ ბრენდის შესახებ იცის, რომ ეს ძალიან მაგარია, რომ ის თუ აქვს მას მისი პრესტიჟის ამაღლება, რაღაც სოციალური სტატუსის ამაღლება და ეს ნივთი მნიშვნელოვანია, იყენებს, ანუ ტყუვდება რეალურად, რაც მეც იტყვი, იმის თქმა უნდა, რაც მეც იტყვი ფასდაკლებას, შენ შეიძლება რა თქმა უნდა ეს შეიძლება იმის ღირებულება არ იყოს, მაგრამ მოგებაზე მაინც გადიხარ. 75%-იან ფასდაკლებას დაარქმევ ამას, მაგრამ ისი ღირებულება, თვითღირებულება არის გაცილებით ნაკლები, რასაც თავაზობ, რაფასადაც თავაზობ. მოგებას საკმაოდ სოლიდური. ანუ შენ გატყუებს ამ შემთხვევაში, ხო? ანუ ამ შემთხვევაში რეალურად არის თუ არა ეს კომპანიის მხრიდან მომხმარებლის მოტყუება და ამ შემთხვევაში არის თუ არა თქო კომპანიისთვის რაიმე სანქციები გათვალისწინებული იგივე კანონმდებლობით. მე ყოველ შემთხვევაში არ შემთხვედრია არც ერთი მაგალითი, რომ ამის გამო ვინმე დაეჯარიმებინათ. ისინი თავისუფლები არიან და როდესაც გეცოდინება აი მომხმარებელი, აი არაჩვეულებრივი მომხმარებელი ბრძანდება, როდესაც მას ეცოდინება, რომ თავისი უფლებები რა მეთოდებით ცდილობენ მაღაზიაში, ესე ვთქვათ, სუპერმარკეტში, სხვადასხვა ტანსაცმლის მაღაზიებშიც მის მოტყუებას, ის უფრო დაცული იქნება და ასე ვთქვათ, არ მოიტყობს თავს. სანამ ხალბატონიკასთან გადავალ, კიდევ ერთი შეკითხვა ბიზნეს კომპანიების პოზიციიდანაც უნდა გითხოთ, რა თქმა უნდა. როგორც დასაწყისში აღნიშნა, ბიზნეს კომპანიების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი რეალურად 60%-ამდე, 50%-ამდე ფასდაკლებას თავაზობენ და უბრალოდ მომხმარებელი არ იჩენს სათანადო ყურადღებას მათი შეთავაზების მიმართ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ რამდენად რეალურია ასეთ ფაქტები და თქვენ თავად თუ ყოფილხართ, ასე ვთქვათ, ჭყალებში მოტყუებული და არ მიგიქცევიათ ყურადღება, რომ იქ 70%-ამდე არის მითითებული და არა 70%-იანი. არის ესეთი შემთხვევები, ესეთი მცირედი ნიუანსები, რომლებიც მარკეტინგული მოხერხებულობას უკავშირდება. 70%-ამდე შეიძლება იყოს 10-5%. ამ შემთხვევაში უკვე ხო, მაგრამ უნდა როცა მიდადგება საქმე შესყიდვასთან, ბუნებრივია, როცა ნახავ 10%-იანია და არა 70, შეიძლება ელემენტარულად არ იყიდო და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ გონიერი მენეჯერი იფიქრებს იმაზე, რომ არ გაუშვას მომხმარებელი უკმაყოფილი, იმიტომ ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი ძალიან ბევრ პოტენციურ უკმაყოფილო მომხმარებელს ნიშნავს და დღევანდელ დღეს კონკურენციის ძალიან განვითარებასთან ერთად ვფიქრობ, რომ მენეჯერები, მარკეტოლოგები ეს ყველანი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ უმთავრესი ღირებულება კომპანიისთვის ნებისმიერი, ასე ვთქვათ, საწარმოისთვის უნდა იყოს მომხმარებლის კმაყოფილება, იმიტომ რომ მათი მთლიანი საქმიანობა აგებულია მომხმარებელზე. და ნდობაზე, ბატონო, მარკეტოლოგების პოზიციასაც აუცილებლად გავუზიარებ ჩვენს ტელემაყურებელს და თქვენს მოგვიანებით, მანამდე ტელემაყურებელს უნდა შევახსენო, რომ 205-19-25 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, დაარეკეთ პირდაპირ ეთერში და დასვით ამ თემასთან დაკავშირებით თქვენთვის საინტერესო თემა არის ფასდაკლებები. ბატონო, რამდენად ხშირად სარგებლობთ ფასდაკლებით, ანუ საინტერესო ელოდებით თუ არა ფასდაკლებებს სხვადასხვა სფეროში, იმიტომ რომ მაგალითად ვიცით, რომ აი წინა საახალწლო პერიოდში ახლა უკვე პრინციპში მზადება მიდის ბიზნეს კომპანიებში და იქნება ფასდაკლები. თუ ელოდებით ხოლმე ასეთ პერიოდს და რამდენად ხშირად სარგებლობთ? მე ელოდება ფასდაკლებას. საერთოდ როდესაც ხარდება სეილი, რაღაცა ბარათები, გვაყოლას, არ აქვს ამას მნიშვნელობა. 2%-იც რო ქონდეს ადამიანის ფსიქიკაზე ეს მოქმედებს, რომ დაკლება მაქვს იქ და იქ კი არა აი აქ მივა. თქვათ აფთიაქები ხა ძალიან ყველა აკეთებს ძალიან დიდ ფასდაკლებებს, ხო და ყველას ბევრი ბარათები იქ რაღაცა საჩუქრების რაღაცა კულებს აგროვებენ. ესე იგი ეს იცით რაზეა გათვლილი, ალბათ ხომ მე ძალიან დიდი ექსპერტი ვარ თქო და ესე ვერ დავიჩემებ ჩემ თავზე, მე ძალიან მიხარია, როდესაც არიან ესეთი ახალგაზრდები, განათლებულები, აი წინ რო უყურებენ ცხოვრებას, კი არა, აი თქვენერებმა უნდა ეხლა უშველოს ამ ქვეყანას, იმიტომ რომ საუბედუროთ ხა ჩემი თაობა ცოტა და ჩემზე ახალგაზრდა ადამიანები არ არიან აი ამ ყველაფერს მიჩვეული. ხვდებით ეს ჩვენთვის რაღაცა ახალი სეილი რა არაფერიც არ ხდებოდა ეგეთი ჩვენ ახალგაზრდობაში. ამიტომ
და იმიტომაც არის აი ხა თქვენ მკითხოს გვაძლევთ ეს ვის აქვს პრეტენზია ზოგი აი არ არიან აზერზე არ არიან რა არის ახლა და მარკეტინგული გათვლები და ისინი ვერ არ ვართ ჯერ ჩემი ჩათვლით თუ გინდათ ვიტყვი რომ არა ვართ ამას მიჩვეულებ მე ესე მგონია უფრო მეტი მასა ამაში ვერ ხვდება როგორ ფიქრობთ საფთიაქო ფასდაკლებები მაგრამ ყველაზე მოქმედეს ესა ის სეილი ხო ფასდაკლება საერთოდ მე ვისწრაფ ვფიქრობ რომ ჯადოსნური რაღაცა სიტყვა იმიტომ ამას რომ შეხედავ ეს ყველაფერი მე ძალიან მომწონს როდესაც აი მარკეტინგულად გათვლები ეს ყველაფერი გათვლები არა მხოლოდ თქვენ საქმეში ჩემ საქმეშიც მენეჯმენტი რო ხა ხო ესეთი სიტყვაა ეს ყველაფერი ჩვენ ადრე ეს არაფერი არ ვიცოდით მართლა ეხლა სხვა თაობა მოდის და ყველაფერს თვლიან ხელოვნებაშიც მენეჯმენტია თურმე საჭირო იმიტომ რომ ჩემი ქალიშვილი ამერიკაში წავიდა და საერთოდ სხვანაირი სხვანაირ პრიზმაში დაინახა თუნდაც მისი ხელოვნების წარმოჩენა ჩვენ საერთოდ არ ვიცით აი ეს რაღაცნაირი რაღაც გადავედი თემას მაგრამ მაინც საინტერესო იმას ვიტყვი იმიტომ რომ აი წარმოჩენა შენი თავის ხო იქ იწყებენ აი არაფრისგან უკვე შენ გამზადებენ რომ იცი რა შენ რომ წარმოჩინდე შენ რა უნდა გააკეთო აქ პირიქით არ ყოფა არა ცუდი არა შენ ვინა აი პირიქით აქ უნდა შეუწყო ყველას ხელი რომ აი როგორ დაანახო ესე იგი ეს რა ჯერ ის საერთოდ სხვა თემაა როგორ მღერი რა სიზამ რა შვები ხო შენ კიდე უნდა აჩვენო აი აბა როგორ წარმოვაჩინო ჩემი თავი მე მიწოდება ხო ესე იგი ეს ხო ყველაფერი აი ყველაფერი მაკისკენ მიდის რომ ფასდაკლები ახსენეთ ძალიან ჯადოსნური სიტყვა და ასე შემდეგ თქვენ ანუ ამ შემთხვევაში საუბრობთ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ის რომ 60%-იანი ფასდაკლები ნამდვილად ფიქრობთ რომ არის რა აი ბოდიშს აქ დიდი რო გითხრათ რომ გამოცდილება და დავინახავ 70%-ს და გავრბივარ მეთქი არ ვიცი არა აი მეგობრების ასე ვთქვი თქვენს გარშემო და თქვენ ახლა ახსენეთ კიდევ გარდა მაგისა იმასთან დაკავშირებით ან მოგვაწოდეთ უფრო სწორად ინფორმაცია რომ აი ფასდაკლებებს როდესაც ვიგებ პოზიტიურად ვარ განწყობილი თუ ასე ვთქვათ ასეთ დროს მისულხართ მაღაზიაში და იქიდან იმედგაცრუებული თუ წარმოსულხართ რომ არ დახვდეთ ის ფასი რასაც ელოდით არა არ სხვათა შორის მე უბრალოდ აი ახლა დავკონკრეტდები რომ ჩაცმის და აი მაღაზია რომელიც ისე თქვათ ამებს ყიდის იმაზე დიდი აქცენტები აქ რატომღაც არ მაქვს ოღონდ მიუხედავად იმისა რომ მე დავდივარ რაღაცა განსაკუთრებულ ну რა ვიცი ჩემთვის განსაკუთრებულ მაღაზიაში სადაც იქ უკვე სეზონურად ვიცი რომ აი ამ დროს უკვე ის რაღაცა დაგლებულია ხო მე სანამ შემდეგ შეკითხვას დაგისვამთ მე როგორც მაქვს ინფორმაცია ტელემაყურებელია სატელეფონო ხაზზე მოგესალმებით გამარჯობა. ალო. რას ფიქრობთ ფასდაკლებებზე გისმენთ? კონდა შემთხვევა ელექტრონიკში რომ მივედი გამოცხადებული იყო იგივე სეილი და ჩემთვის სასურველი ნივთი შესაძენად რომ მივედი არ მომყიდეს იმიტომ რომ დასახელებული არის სულ 2-3 ნივთი ფასდაკლებაში და რომ მივდივართ ჩვენთვის სასურველი ნივთს ვერ ვხედავთ გვირთითებენ რომ არა ჩვენ ამაზე არ უნდა იმაზე გვაქვს ფასდაკლებაო რომ არ მივედი შეგნებულად არ მივედი და დამოვედი უკან მეორე დღეს მოვერაფერს ვერ გავხდი მენეჯერთან მეორე დღეს მივედი სატელეფონო 50 ლარით იყო გაზრდილი ჩემთვის სასურველი გადის კურა და რომ მენეჯერს დავერაფარაკი მე ცენტრალურ ოფისში მივედი და არ ვიცი ფასდაკლება მაგრამ წინადღის 50 ლარი დამატებული რო ქონდა მხოლოდ ის დამიკრო და საერთოდ ეჭიტი არ არის საფუძველი არის ის ერთიორი შემთხვევა არ ამქონია რომ ფასდაკლებას როცა აცხადებენ რამე საათებში აკეთებენ გადაფასებას ფასად დამატებას აკეთებენ და მე ვითომ ფასს გვიკლებენ და ეს ერთიორი შემთხვევა არ აქონია სხვადასხვა მაღაზიებში ამას ადგილი აქვს და ძალიან მხოლოდ ყურადღება მიაქცევთ ამ საკითხს მართალია დიდი მადლობა აცხადებენ ფასდაკლებას და რომ მიდიხარ რეალურად გეტყვიან რომ უიმე იცით რა არის ამ პროდუქციაზე არა აი მხოლოდ იმაზე რასაც
ნამდვილად არ იყიდი ისე და შეთა მე თქვენთან გადმო პრინციპში კონდა ამ საკითხზე პასუხი თუმცა სანამ პასუხს გასმით მანამდე ჩემი შეკითხვაც აქვე ეს ხომ არ არის სწორედ დასაწყისში რაზეც საუბრობდით ინფორმირებულობის პრობლემა რაზეც საუბრობენ თავად ბიზნეს კომპანიები მე ამ შემთხვევაში ჩვენ ტელემაყურებელს ვეთქვი რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არ ყავს კომპანიების წარმომადგენლები ამიტომ თავს შევიკავებთ კონკრეტული კომპანიების დასახელებისგან არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი თქვენ როგორ შეაფასებთ ამ სიტუაციას არის თუ არა ის რომ სწორედაც რომ კონკრეტული პროდუქცია თუნდაც სარეკლამო მესიჯში მითითებული მაგრამ ჩვენ არ ვაკვირდებით რომ ეს ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ სამი დასახელების ბრენდულ პროდუქციაზე. ეს არ არის ხოლმე. ბატონი არ მოიტყუებოდა, მე მჯერა მისი არ არის ეს მითითებული მსგავსი და ეს საკმაოდ მოხერხებული და აპრობირებული მარკეტინგული ხრიკი არის მოხმარებლის შეტყუება მაღაზიაში და მისი დაყოვნება. ხა, როდესაც ტექნიკის ყიდვაზე არის საუბარი, შეიძლება 50 ლარზე ვიღაცამ არ მიიღოს გადაწყვეტილება, უარყოფით გადაწყვეტილება და ჯანდაბას რახან მოვედი, ვიყიდი. გონიერმა ამერიკელებმა გამოიკვლიეს, რომ ყოველი ერთი წუთი გატარებული შეყოვნებული მყიდველი მის მიერ დახარჯულ $2.5 უდრის. ანუ ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. კიდევ აი თქვენ დასაწყისში ბრძანეთ ფასდაკლებების ბარათები, რომელიც ძალიან ესე ვთქვათ აპრობირებული მეთოდი არის, აი განსაკუთრებით ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტში, იგივე აფთიაქებშიც ყოველთვის გეკითხებიან ხოლმე, ხომ ალბათ ლამაზად ჩვენი ფასდაკლების ბარათი ხომ არ გაქვთ. ხო და რაში რა იმალება ამ ყოველფრის მომიღმა არ გაინტერესებს მოხმარებელი რეალურად ეს ფასდაკლების ბარათი რომ მიიღო გარკვეული რაოდენობის პროდუქცია უნდა შეიძინო მაგალითად 50 ლარი 70 ლარის მაღლა მე როდესაც ფასდაკლების ბარათს ატარებ თქვენ ეს მენეჯერი აკვირდება ამას თუ რა სახის პროდუქციას შეიძენ თქვენ რაზე არის მოთხოვნა აქედან გამომდინარე როდესაც თქვენ ქულები გიგროვდებათ მე არის ესეთი პროდუქცია რომელსაც თქვენ არ ყიდულობთ არასოდეს და გეუბნება მე მენეჯერი ვთქვათ გთავაზობს ეს კონსულტანტი რომ აი თქვენ ამ პროდუქციაზე რომელსაც თქვენ არასოდეს არ ყიდულობთ დაგროვილი გაქვთ ქულები და შეგიძლიათ ფასდაკლებით შეიძინო და თქვენ ვფიქრობთ რომ ბარემ ქულები მაქვს და შევიძენო და ახორციელებთ ის შესყიდვას ახორციელებთ ის შესყიდვას რომელიც იმ მომენტში არ გჭირდებათ იმის გამო რომ ქულები გაქვთ დაგროვილი და რეალურად მოტივი რა იყო იმის თქვენ შემოგთავაზებენ იმას თქვენ ამაზად შემოგთავაზებენ ძალიან კარგად არის შეფუთული იმას რაზეც თქვენ მოთხოვნა არ გქონდათ მაგრამ ის რაზეც თქვენ გჭირდებათ რაც გამოკვლეულია რომ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია იმაში ისედაც იხდით ფულს იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს აბარატომ შედიხართ მაღაზიაში და ის პროდუქცია რომელიც ასე ვთქვათ არ არის თქვენი მხრიდან მოთხოვილი მე ევროპა რომ ახსენეთ მე მინდა რომ აი გამოცდილებაზე გკითხოთ ძალიან ხშირად მეც მithქვამს და ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ხოლმე რომ აი ევროპაში ლიზამეც ახსენა როდესაც არის ფასდაკლება შეიძლება ბრენდული პროდუქცია შევიძინოთ მინიმალურ ფასად მინდა რომ შევადაროთ ეს ქართულ რეალობას თქვენი ასოციაციები შევადარებთ რატო იცი იმიტომ რომ იქ სხვა ბრენდები შეიძლება საერთოდ აქ არ იყოს და ამ დროს ძალიან ცნობილი ბრენდები არის და ნამდვილად არის 50%-იანი და 70%-იანიც როგორ არ არის, მაგრამ უნდა მოხდეს ზუსტად იმ დროს. იანვარში არის ეს ნამდვილად ის აი მართლა რო ძალიან ყველაფერი იაფია და ამიტომ ვიცით ხოლმე, ჩემი მეგობარი მაგრამ ნამდვილად დადის ისეთ დროს იანვარს და იანვარში და თქვა გაზაფხულზე. ანუ იცის როგორ არა, ნუ ეს და ზუსტად შეკითხვა მინდა რომ დაგისვა თქვენ მე როგორც მაქვს ინფორმაცია ზოგადად ბრენდული მაღაზიები რომელ ქვეყნებშიც აქვთ მათ წარმომადგენლობები აქვთ ვალდებულება რომ ერთსა და იმავე დროს ერთი და იმავე პროცენტით გამოაცხადონ ფასდაკლება. ანუ თუ ვამბობთ რომ საქართველოში შესაძლოა კომპანიები თქვა სხვა მარკეტინგულ ხრიკებს მიმართავდნენ, ანუ რა გამოდის რომ ეს ბრენდული მაღაზიები არ იცავენ ამ წესს და არ აკეთებენ თქვა რეალურ 70%-იან ფასდაკლებას არ აცხადებენ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ფრანჩაიზების მიმართულებით საუბრობ და მე ვიცი რომ ყველა ქვეყანაში უნდა იყოს ერთი და იგივე პროცენტი. იცით რა არის მე სხვა ქვეყნებში და ანალოგიური ჩვენს ქვეყანაში ახლა დაკვირვება არ მიწარმოებია ახლა რო გითხრათ რომ დანამდვილებით ეს შეესაბამება თუ არა ფასდაკლებები მაგრამ ბიზნესი ძალიან მარტივი კანონი არის როდესაც აი ევროპულ მაგალითებზე ვსაუბრობთ რომ გაყიდე ბევრი და იაფი ანუ როდესაც აი ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ვიყოთ ხო მთელი წელი განწყობილები არიან იმისაც რომ სააშობაო სეილებს დაელოდონ და მე ალბათ ტელევიზორში რაღაც ვიდეოებში ნანახი გაქვს რა ამბავი ხდება და რა დღეში არიან ხო ანუ იყიდება მასიურად პროდუქცია რომელიც არის ფასდაკლებით რეალურად
რეალურად მართლა აქვს დაკლებული ფასი. ანუ მაღაზია წარმოიდგინეთ თქვენ ყიდის უამრავ პროდუქციას თვითღირებულებაზე მეტ ფასად დარწმუნებული ვარ და იქ გადის ძალიან დიდ მოგებაზე ელემენტარულად რაც ჩვეულებრივ დღეებში შეიძლება არ ქონდეს. ანუ საბოლოოდ მივდივართ იქამდე რომ სეილი, ფასდაკლება არის ძალიან მაგარი მარკეტინგული ტრიკი, რომელიც მომხმარებელს იზიდავს. მაყურებელი რეკავს პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. მოგესალმებით, თუ გაქვთ შეკითხვა გისმენთ. ისმის, გისმენთ. ხო. აი სამართლია როქსში მაგალითად რომ მივიდივარ და არის სამართლიაში აცხადებენ რომ PSP-ში თუნდაც ჭირში არის სამშაბათ, ხუთშაბათ, ოთხშაბათ პარასკევს დაკლება, ხო, ფასდაკლება. დიახ, გისმენთ. ხო, არის ფასდაკლება. მივიდივარ და მეუბნებია რომ 20 ლარია შენაბენზე არის ფასდაკლება. ყველა ასე მეუბნება და მე რომ რატომ 20 ლარიაზე არის ჩვეულებრივი ფასდაკლება, 20 ლარი მოსაგრილო სამალი. მე მეუბნებია რა ამ დამალზე არ არის იგი რაღაც საუბრობ, ამ დამალზე არ არის, დამალზე არ არის რომ მოთხოვდა, ერთი სიტყვით 20 ლარია შენაბენზე მეუბნებია ყოველთვის. და ყოველთვის გამართლობს, რატო 20 ლარია შენაბენზე? როცა არის ფასდაკლება ჩვეულებრივი, უნდა მივიდეთ და განიღო ფასი. ძალიან დიდი მადლობა. ფაქტობრივად იგივე თემა, ბატონ შოთანა. ფასდაკლების დღე არის, ხო? სიტყვაზე 4 შაბათ ვიცი რომ რატო არის რომ ამ პროდუქციაზე არ გვაქვს ფასდაკლება, ან იცით რა თქვენ 20 ლარზე ზევით უნდა შეიძინოთ. ეს ხო ჩემი უფლებების დარღვევა. არ არის ეს თქვენი უფლებების დარღვევა, იმიტომ რომ თქვენ არჩევანში ბრძანდებით თავისუფალის კერძო კომპანია არის და რასაც კიდე არას უნდა იმას შემოგთავაზოს. თუმცა ცალსახად დაგეთანხმებით რომ ეს არის დაცინო ადამიანის. არა, ნუ ეს არის მარტო კომპანია და რასაც უნდა იმას იზამენ. არა, იმას თქვენ მიხვდეთ ეს რას ფიქრობთ? რამდენად სწორია ეს ჩემი მაგრამ თქვენი თქვათ არ მხოლოდ აი მოლოდინი რაზეც წეგან ვისაუბრეთ ან თქვენს გარშემო თქვენს მეგობრებს განსი შემთხვევით თუ ქონიათ და პირიქით არა მე თუ აი იმიტომ ვახსენეს პოზიტივი რომ ფასდაკლება იქ ერთი ბარათი მეორე იქ რაღაცა ქვეყნის აფთიაქებია და ყველასაც ფასდაკლებას გამოცხადდა მიბრძანდებით თქვათ ადგილზე იქ გადაწყვეტით ინფორმაციას ანუ გადავეკიდე. ნებისმიერ შემთხვევაში PSP-ს მე მაგალითად 30%-იანი თუ 25%-იანი ისა მაქვს, არ ვიცი. იმიტომ რომ სახელებად ხო, იქ უფრო მეტი და მე ყველგან არ ვიცი, ზღარბი რაღაცა თქვენ არ გნებავთ, იქაც ამაქვს, აქაც აი ყველგან თუ დამჭირდა მაქვს და მგონია არ ვიცი, მე მაგრამ მე ესეც მსიამოვნებს უკვე ადამიანზე ის პოზიტივი რომ მიხვა 10%-იანი არა 5 თუ 2 და აი რა მნიშვნელობა აქვს აი გონია რომ იმას რასაც ხო ყიდულობ ის ნამდვილად მიკლებენ და რაღაც ესეთი შემთხვევა ნუ ყოველთვის რა უნდა გააკეთოს იმ განაწყენებულმა მომხმარებელმა აი არ უნდა მივიდეს მასთან ასაც უნდა უთხრას თუ არ მივიდნენ როგორ ფიქრობ მე ისევ ინფორმირებულობასთან დაკავშირებთან კითხოთ ანუ რეალურად თქვა თუ მანამდე არ მომივიდა შეთავაზებაში რომ აი 20 ლარის შენაძენის შემთხვევაში მიიღოთ ფასდაკლებას ანუ ამ შემთხვევაში აქვს თუ არა მომხმარებელს რაიმე სხვა ბერკეტი იმისთვის რომ თავი უჩივოს თუნდაც ანუ უჩივოს ამ აფთიაქს რომ აი ეწერა რომ ფასდაკლების დღეა და სინამდვილეში არ არის ხო აი უყურეთ აი ცივი გონებით რომ მიუდგეთ ამ საკითხს რა ხო წერია რომ ფასდაკლები ხო არის ფასდაკლება არა არის გარკვეულ პროდუქციაზე და ხვდები რომ მეუბნება გარკვეულზე მაქვს ერთ-ერთ ბენზინგას 300 სადგურზე შემომთავაზეს რომ 50 ლარის ბენზინს თუ ჩასხამთ ერთ დონატს მოგზავნით მიიღეთ ერთი დონატი წაიღეთ ხო სახში ეს ერთი დონატი აშენდით არა შელი და წავაგავანე სკოლიდან და მეუბნება ეგ არ და კარგო ეს ერთი დონატი იმიტომ რომ იგი საკუთარია და ამის განსხვავება შეიძლება არ იყოს თქვა იმ არა იცით რა ეს კიდე მისაღებია ჩემთვის იმიტომ რომ უბრალოდ არც ელოდები შენ და ისედაც ასხამ ამ ბენზინს და კიდე რაღაცას გჩუქნიან ეს სხვა არის მაგრამ როდესაც შენ ელოდები ამ დღეს ხო შეიძლება წინ დღით გჭირდებოდა ეს წამალი მაგრამ შეგნებულად მიდიხარ იმ 4 შაბათს ან 5 შაბათს როდესაც არის და
ყიდულობდა გონია რომ მიიღებ ეხლა იმ ბონუსს და მაშინ გძნობ თავს მოტყუებული მე ამ მოდი ბიზნეს კომპანიების პოზიციიდან მოხმარებელი საქართველოში არის დაუცველი და მისი უფლებები ხშირ შემთხვევაში ირიბად დარღვეული, მაგრამ არა პირდაპირ. აი ამ შემთხვევაში მოხმარებელმა თვითონ უნდა დაიცვას თავის თავი. ბიზნეს კომპანიების პოზიციას აი ზუსტად მაგ თემასთან დაკავშირებით სანამ გავცნოს ბატონიშათა პასუხს რადგან არ ყავს ამ შემთხვევაში ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები მე ვცდილობ რომ ამ თემას რაც უკავშირდება ყველა მხრიდან დავსვა შეკითხვა რომ ამოვწუროთ ეს საკითხი ბოლომდე. ბიზნეს კომპანიები სწორედ აი ამ თემებთან დაკავშირებით ხშირად ამბობენ მათი წარმომადგენლები რომ ისე არის მითითებული და შექმნილი ასე ვთქვათ სარეკლამო შეთავაზება იქნება ეს მესეჯის სახით იქნება მაღაზიებზე ბანერი რომ რეალურად აი სამართლებრივი ფორმა ახსენალის და მე პირადად როდესაც ვაკვირდები ვთქვათ იგივე სარეკლამო შეტყობინებას მე კომპანიასთან პრეტენზიის გამოთქმის საშუალება არ მეძლევა და გეტყვით რატომ მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვან მოვიგე ძალიან ხშირად ყოფილა რომ მოიგე რაღაცა კონკრეტული თანხის ღირებულების და უკვე აღარ კითხულობს მომხმარებელი რომ იქ პირობითად ვაუჩერია მითითებული თორემ უკვე ვაუჩერს როცა ვკითხულ მე ხვდები რომ ქეშად კი არ მოვიგე ეს თანხა უნდა შევიძინო და იმაზე მიიღო ფასი ანუ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ბიზნეს კომპანიების პოზიციიდან ამ შეკითხვას რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა ისევ ეს შეკითხვა მინდა დავსვა რომ უფრო იყოს დაკვირვებული ანუ რას ურჩევთ ჩვენს ტელემაყურებელს მინდა რომ ეს სახე მივცეთ ვთქვათ უფრო უნდა დააკვირდეს იმისთვის რომ ისიც არ გაღიზიანდეს თუ მართლა გვაქვს ვთქვათ საშუალება რომ იურიდიული კუთხით მივუდგეთ ამ საკითხს და დავიცვათ სამართლებრივად ჩვენი უფლება. იურიდიული განათლება, მაგრამ მაინც უნდა ყველამ უთეთო, კარგად წაიკითხო, კარგად უფრო ღრმად რაღაცა ჩვენ რა მაინც ძალიან ზედაპირულად უყურებთ ამა და იმიტოა ეს შეცდომები, თორე ძალიან კარგად რო წაიკითხო ვთქვათ რა ქვია კანონები რა მაგრამ ეს ხო არ ვიცით არავინ. ამიტომ ეს არის დაკლება რა კარგია წავა. ეს არის აი ესე უყურებთ მაგრამ უკვე იურისტი სხვანაირად უყურებს ის თქვენი რაღაც რა თქვენ რას ურჩევთ ამ შემთხვევაში ტელემაყურებელს? საიკითხო კარგად. აი კი ბატონო ისევ და ისევ მივდივართ მოსახლეობის ანუ საერთოდ მასიურად ცნობიერების ამაღლებასთან ხო? აი საბანკო ბანკისა და კლიენტის ურთიერთობა ხო აი ფინანსებთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში დიდ მაგრამ აი როდესაც უფლებები ირღვა მომხმარ ამ შემთხვევაშიც კი არ აქვს შესაძლებლობა მომხმარებელს რომ რაღაც იურისტს მიმართოს და ვთქვათ თავისი სიმართლე დაიცვას და ახლა მაღაზიაში რო შედიხარ და იქ რაღაცას მოგატყუებენ რომელი იურისპრუდენციაზეა საუბარი და რა უფლებებია საუბარი. ეს რეალურად ტყუილი ამას ხაზი გავუსვათ იმიტომ რომ შეიძლება ეს არ იყოს ესეთი ისევ გამოსავალზე როდესაც მივდივართ ხო აქ რა თქმა უნდა სახელმწიფო როცა ესეთ დაურეგულირებელი სიტუაცია არის სახელმწიფო უნდა ჩაერიოს კანონმდებლობით. კანონმდებლობაში უნდა გაჩნდეს შესაბამისი ჩანაწერები რომ თუ აღმოჩნდება ხო არიან საგადასახადო ინსპექტორები ხო ამოწმებენ ასე ინკოგნიტო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აჯარებებენ კიდევაც რა. აი ამ კონკრეტულად მსგავს ტიპის ვთქვათ ესეთი საგადასახადო ინსპექტორები უნდა გაჩნდნენ რომლებიც შეამოწმებენ რომ თუ მაგალითად აღმოჩნდა ისე რომ აიღო და ვთქვათ აიღო მომხმარებელმა რაღაც კონკრეტული სახეობის პროდუქცია და მიიტანა ახლამდე და მას ფასი ჰქონდა მომატებული სხვადასხვა საშუალებებით. აი უბრალოდ ერთი მაგალითი გითხარით ეს აი ძალიან მრავალი არის ესეთი ფასის გაზრდის საშუალებები და მანიპულაციები. აი მაგალითად 500 ლარის რო ივაჭროთ თქვენ ხო და პროდუქცია გიყრიათ ხო შეიძლება თითოეული ვერ დაითვალოთ და რეალურად აღმოჩნდეს ისე რომ მან ორჯერ დაწყაპუნებით გაატაროს ორჯერ ანუ მომატოს ფასი და საბოლოო ჯამში თქვენ არ დაითვალოთ აი აქ მივდივართ აქ ურჩევდი იმას რომ ის ვთქვათ ზედნადები რაც არის ის უნდა ჩამოთო ის უნდა წაიკითხო ყველა შესაბამება თუ არ თქვენს მიერ გადახდილი თანხა და იმ პროდუქციის ღირებულებები რასაც არც ალია არავის ახლა მაგის ნერვებიც არავის არ აქვს და ამ თემაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ ძალიან საინტერესო თემა დაიწყეთ მოგესალმებით გისმენთ მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ სამწუხაროდ ტელემაყურებელი მოგვიანებით დარეკავს დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ტექნიკური ხარვეზია და გაითიშა რა თემას დაიწყეთ ბატონშოთ აი ამ საკითხზე მინდა ჯერ პირველში ხალბატონე კავს ვკითხო ხშირია როდესაც არა მხოლოდ ფასდაკლებების დროს არამედ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პრინციპში უფრო სამომხმარებლო სექტორში ხდება სავაროსთან სხვა ფასში ხდება პროდუქციის გატარება და რეალურად დახზე არის სხვა ფასი თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ხალბატონე კან თქვენს გარშემო არ წარმოდგენა არა მაქვს მაგრამ ისევ მე ჩემ თავს დავაბრალებ
იმიტომ რომ არასდროს არ გამიკონტროლებია. ბატონო, მაშინ მე სანამ მე მქონია რომ ძალიან ხშირად და როდესაც მახსოვს რომ ვიყიდე შოკოლადი, რომელიც იყო აქციაში და როდესაც სალაროში მივიტანე იყო სულ სხვა ფასი, მე წავედით ერთად ვარკვევდით რომ რატო აწერია ამას და თურმე ეს სხვა შოკოლადზე იყო და არა ამაზე. მოკლედ, რა თქმა უნდა, და ერთ შემთხვევაში უკან დავაბრუნე, იმიტომ რომ გაორმაგებულ ფასად მოხდა მისი გატარება. მეორე შემთხვევაში ძალიან მცირე სხვაობა იყო და ერთ-ერთ სუპერმარკეტში, ბრენდულ სუპერმარკეტში, რა თქმა უნდა, არ ვასახელებ კომპანიას, მითხრეს რომ იცით რა არის, ფასი გაიზარდა, უბრალოდ პროგრამულად მოხდა გაზრდა, მაგრამ დახლზე ვერ მოვასწარეთ ფასის შეცვლა. შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. ეს არის რეალურად ტექნიკური ხარვეზი თუ კომპანიების მიერ მიზანმიმართული ქმედება და რატომ აქვე დავაკონკრეტებ? მე როდესაც ვყიდულობ 4 დასახელების პროდუქციას, მაქვს საშუალება დავიმახსოვრო დახლზე რა ფასი იყო, ან მოვინიშნო მაინც, მაგრამ როდესაც 100-200 ლარის პროდუქციას ყიდულ და ხშირ შემთხვევაში ბრენდულ სუპერმარკეტებში ასე ხდება, რომ ერთნაირად ყიდულობთ დიდი თანხის ასე ვთქვათ პროდუქციას, მე არ მაქვს ამ ყოველფრის საშუალება. მაშინ უნდა მოვინიშნო ყველა პროდუქტის ფასი, იმიტომ რომ არ მახსოვს. რეალურად ეს თქვენი ინფორმაციით მართლა ტექნიკური ხარვეზია. ვერ დავადანაშაულებ მათ, იმიტომ რომ როდესაც 45,000 დასახელების პროდუქცია არის და მაგალითად ლარის კურსის გაუფასურების გამო იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები იზრდება და ეს ყველაფერი ექვემდებარება გადაფასებას, ძალიან ძნელია რომ ესე მალე გადააფასონ ყველაფერი და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ტექნიკური ხარვეზიც. ეს ბუნებრივია ცალსახად არის. თუმცა მე მომხმარებლებს ზარავდები ამ შემთხვევაში რეალურად. ელემენტარულად გეტყვიან რომ შეცდომა იყო და დან დააბრუნებენ ან რაღაცას. თუმცა თუ ვერ გადავაკონტროლე და 4-ის მაგივრად ვიყიდე 40 დასახელების პროდუქცია, მე ვზარავდები რეალურად. როგორც მომხმარებელი ამ შემთხვევაში ზარავდებით კი. და ასე რა გარგ არასოდეს არ შემიძლია. კი, ჩემს გარშემო თქვენე, ჩემი რამდენიმე მეგობარი ერთ-ერთ ხულ სუპერმარკეტში ნამდვილად ის რომ სხვა ფასში გაატარეს ერთი შემთხვევა და კიდევ ერთი დეტალი ამ შემთხვევაში არ შემიძენია ნივთი, ჩემი კოლეგა ასე ვთქვათ საუბრობდა რამდენიმე ხნის წინ ამ თემაზე, საერთოდ არ შემიძენია, უბრალოდ ვიყიდე ბევრი პროდუქცია და გატარებული იყო მაგიდის გადასაფარებელი, რომელიც საერთოდ არ ვიყიდე იმ დღეს. ანუ მსგავსი ფაქტებიც ხდება. აი ამ შემთხვევაში უკვე ტექნიკურ ხარვესთან გვაქვს საქმე. ალბათ შეეშალა ყველანი ადამიანები ვართ, ეხლა ესე ყველა დეტალურად ხო გახსოვს ყველანი. არა ჩვენ სასარგებლოდ ეშლებათ ხოლმე და მაგრამ აი მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა, ძალიან კარგი მარკეტინგული ხრიკი არის, თქვენ აღანიშნეთ კიდევაც და შტრიხ-კოდებზე რაც ფასები აწერია, დაალაგება იმის შესაბამისად იმ პროდუქციის, რომლის ფასიც არ შესაბამება. ბოლო შემთხვევა და იყო 15. რომლის ფასიც არ შესაბამება შტრიხ-კოდზე მითითებულს და როდესაც აქ საუბარი არის 50-ზე, 45-ზე განსხვავება როცა გვაძლევს 50-ს, თქვენ ბუნებრივია აღარ აბრუნებთ და ახლა 50 თეთრი არის შეიძლება. კი, არ დავაბრუნებ და ზუსტად შტრიხ-კოდით მოვძებნე. საბოლოო ჯამში დღის განმავლობაში რამდენი არის ესეთი მომხმარებელი თქვენნაირი და დღის განმავლობაში სოლიდური მოგება შეიძლება მიიღოს. აი ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის? ვინ უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებელი? ის რომ მომხმარებელი არ რეგულირდება, არ კონტროლდება. თქვენ ერთი მომხმარებელი ბრძანდებით და 50 თეთრი დაზარალდით და ამდენი დაზარალებული მომხმარებლები საბოლოო ჯამში გაზრდილი მოგება არის კომპანიისთვის. კი ბატონო, სწორედ მაგ თემაზე ვსაუბრობ. ანუ ისევ რეგულაციებამდე მივედით, იმისთვის რომ მომხმარებლების უფლებები იყოს დაცული. ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა მკაცრი კონტროლი, თუნდაც ეს იყოს შიდა, ასე ვთქვათ, კონტროლი იგივე იმავე ბიზნეს კომპანიაში, იმისთვის რომ გასაგებია რომ ლარის გაუფასურების შემდეგ მოხდა ფასების სწრაფისა და სხვადასხვა პროდუქციაზე, მაგრამ ჩვენ ხომ საუბრობთ რომ ამ შემთხვევაში მე როგორც მომხმარებელი ვერ შევდივარ ბიზნეს კომპანიის მდგომარეობაში და არც უნდა შევიდე რომ კონსულტანტმა დაუშვათ ვერ მოასწრო ფასის გამოცვლა, ხო? საჭიროა თუ არა ასე დროს იგივე შიდა რეგულაციების შემოღება ან რაიმე სახის ბერკეტი? მე დააღნიშნე რომ ბუნებრივია მისასალმებელი იქნება რომ გარკვეული სახის კონტროლი დაწესდეს, მაგრამ ეს იმდენად სპეციფიური და იმდენად რთული საკითხია, რომ ამას ჭირდება დამატებით ადმინისტრაციული რესურსები, დამატებითი კადრები, რომლებიც ამდენ მაღაზიებში ივლიან, შეამოწმებენ მათთვის ხელფასის გადახდა, ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა და მათი ისე ვთქვათ, ეს შეიძლება კომპანიებმა აღიქვან სუპერმარკეტებმა მათ შიდა სამზარეულოში ჩარევის მცდელობა და ინვესტიციების როდესაც ინვესტორს პოტენციურ ინვესტორს ეცოდინება რომ შეიძლება ნებისმიერ დროს შემოვიდეს და ესეთი რაღაცეებს შემომოწმონ და გადამჭხრიკონ და გადმოჭხრიკონ ის ალ შეიკავებს ინვესტირების განვითარებას. ბიზნესში ჩარევას არ გულისხმობ, თუმცა ნებისმიერ ქვეყანაში ის ბიზნესიც არის სხვადასხვა სფეროზე, ამ შემთხვევაში ზოგადად საუბრობ გარკვეულ, ასე ვთქვათ, ჩარჩოები ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ გარკვეულ რეგულაციებში არის ხოლმე მოქცეული. სწორედ არის მინდა კითხოთ, თუ კი ვისაუბრებთ რომ ეტაპობრივად შესაძლოა მეტნაკლებად რეგულაციები დაწესდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს როგორ უნდა განხორციელდეს იმისთვის რომ ბიზნესი არ დაზარალდეს?
ბუნებრივია ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. მე ვთვლი, რომ საქართველოში უნდა ამაღლდეს და ამაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს დიდი კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა, რაც არის ძალიან მიზერულ და ძალიან დაბალ დონეზე. ისინი აი რაღაც გიგანტურ რაღაც მანქანებად გადაიქცნენ, რომლებიც მხოლოდ მოგების მიღებაზე არიან ორიენტირებულნი და თუ რაღაცა 1-2 მილიონს გადაურიცხავენ რომელიმე საქველმოქმედო ფონდში ან რაღაც ბავშვთა თავს შესაფარში, ეს გონიათ სოციალური პასუხისმგებლობა. თუნდაც ბანკების მაგალითი რო ვთქვა და ეს არ არის სოციალური პასუხისმგებლობა არის ის, როდესაც შენ ზრუნავ და განწყობილი ხარ იმისთვის, რომ შენი მოხმარებლის უფლებები დაიცვა, არ მოატყუო ის და ამ გზით გაზარდო მოგება. თუ აი ამ დონეს მივახცევთ, რაც შორეული პერსპექტივა არის, კარგი იქნება. კი ბატონო, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. მე კიდევ ერთხელ ჩვენს ტელემაყურებელ სტუმრებს წარვუდგენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა გულბანი, ასევე მომღერალი ეკა მამალაძე. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ და ასევე ტელემაყურებლებს იმისთვის, რომ გვიყურეთ. მე გემშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ გადაცემა თქვენი დრო ხვალ 16 საათზე კვლავ პირდაპირ ეთერში იქნება.